1875 წელს 17 წლის ბელგიის პრინცესა ლუიზა დაქორწინდა 31 წლის საქსკობურგისა და გოთას პრინც ფილიპზე. ქორწინება, რომელიც მალე მწარე და ძალადობრივი გახდა. წლების შემდეგ მან გაიქცა, რამაც სკანდალი და ოჯახის აღშფოთება გამოიწვია. ლუიზა საბოლოოდ დააკავეს და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაგზავნეს, რათა იქ გაეტარებინა დარჩენილი წლები. მაგრამ მისი ისტორია აქ არ მთავრდება. მომიერთდით, როცა გავიგებთ, რა დაემართა მას. პრინცესა ლუიზა მარი ამელი, ბელგიელი, დაიბადა 1858 წლის 18 თებერვალს ბრიუსელში, ბელგიის სამეფო სასახლეში. ის დაიბადა შედარებით ახალგაზრდა ქვეყანაში. ბელგიამ დამოუკიდებლობა მხოლოდ ცოტა ხნის წინ მოიპოვა, 1830 წლის რევოლუციის შემდეგ. მას შემდეგ, რაც საუკუნეების განმავლობაში ბურგუნდელები, ესპანელები, ავსტრიელები, ფრანგები და ჰოლანდიელები მართავდნენ. მისი მამა იყო პრინცი ლეოპოლდი, ტახტის მემკვიდრე, რომელიც 1865 წელს ბელგიელთა მეფე ლეოპოლდ მეორე გახდა. მისი დაბადების დროს ლუიზას ბაბუა, ბელგიის პირველი მეფე ლეოპოლდ პერთოდი, იყო მოქმედი მონარქი. ლუიზას დედა იყო მარი ანრიე და ავსტრიელი, ავსტრიის ჰაბსბურგების ოჯახის წევრი, სამეფო დინასტიის, რომელმაც ბელგია მე-18 საუკუნის უმეტეს ნაწილში მართა. მან ლეოპოლდზე 1853 წელს იქორწინა. ლუიზა იყო ლეოპოლდისა და მარი ანრიეტას ქორწინების პირველი შვილი. ბავშვობაში მამამისი მას ძალიან გონიერ და ფერმქთალ ბავშვად აღწერდა. ხუმრობდა, რომ მას ჰქონდა მუქი თვალები და დიდი ცხვირი, რომელიც ყოველ მხრივ ჩემსას გავდაო. სამწუხაროდ ეს მათი ურთიერთობის უმაღლესი წერტილი აღმოჩნდა, როგორც მალე ვნახავთ. შემდეგ კიდევ 3 ბავშვი გაჩნდა. ბიჭი სახელად ლეოპოლდი 1859 წელს და შემდეგ კიდევ 2 ქალიშვილი, სტეფანია და კლემენტინა 1864 და 1872 წლებში. მაგრამ სამეფო ოჯახს ტრაგედია დაატყდა თავს. 1869 წელს, როცა პატარა ლეოპოლდი მხოლოდ 9 წლის იყო, ის გარდაიცვალა პნევმონიის გართულებების გამო, რაც წინა წელს ტბაში ჩავარდნის შედეგად დარჩენილი გართულება იყო. მისი სიკვდილი ბელგიის სამეფო ოჯახისთვის დამანგრეველი იყო, ხოლო 10 წლის ლუიზი მწუხარებაში დარჩა. ამ დანაკარგმა მეფე ლეოპოლდ მეორე მამაკაცი მემკვიდრის გარეშე დატოვა, რაც კიდევ უფრო გააღრმავა მისი და დედოფალ მარი ანრიეტის ისედაც დაძაბული ქორწინების ბზარები და მათი შვილები დაძაბულ გახლეჩილ ოჯახში გაიზარდნენ. წყვილს საერთო ინტერესები თითქმის არ ჰქონდა, სითბოც ნაკლებად და როგორც იმ ეპოქის მრავალი სხვა სამეფო ქორწინება, მათი ურთიერთობაც მოვალეობის გამო იყო მოწყობილი და არა სიყვარულით. როგორც ბელგიის მეფის უფროსი ქალიშვილი, ლუიზას მოეთხოვებოდა, რომ გავლენიან სამეფო არისტოკრატიულ ოჯახში დაქორწინებულიყო, რათა გაემყარებინა პატარა სამეფოს დიპლომატიური კავშირები. ბელგია იმ დროს მცირე ძალას წარმოადგენდა, როცა ევროპის დიდ სახელმწიფოებს შორის ბრძოლა მიმდინარეობდა, სადაც ძალა ხშირად სიმართლის საზომი იყო. მაგალითად, პრუსია და მისი გერმანელი მოკავშირეები 1870 წელს საფრანგეთთან ომში ჩაებდნენ და მოკლე ომის შემდეგ ფრანგებს ალზასი და ლოთარინგია წავეს. ბელგიის მსგავს ქვეყნებს კარგად ესმოდათ, რომ გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ძლიერი ალიანსები სჭირდებოდათ. ამგვარად, ლუიზას მომავალი ქმრის საკითხი ჯერ კიდევ მისი ბავშვობიდან განიხილებოდა. ამასობაში ლუიზა ბრიუსელში და მის შემოგარენში მდებარე სხვადასხვა სამეფო სასახლეებსა და რეზიდენციებში იზრდებოდა. ეს მოიცავდა სამეფო სასახლეს ქალაქის ცენტრში და ცალკე რეზიდენციას ლახენში, ქალაქის გარეუბანში. მისი მამა ჩომი და მოშორებული ფიგურა იყო და ის და მისი დები ძირითადად დედამ გაზარდა. ბავშვებს ასევე სახლში ასწავლიდნენ, რაც სრულიად ნორმალური იყო სამეფო ოჯახებისთვის მე-19 საუკუნეში. ეს მოიცავდა ისეთ საგნებს, როგორიცაა ფრანგული, გერმანული, ინგლისური, მათემატიკა, ისტორია, კლასიკა და რელიგია. ერთ-ერთი რამ, რასაც ლუიზა ისწავლიდა, იყო კულტურული დაყოფა ბელგიაში, რაც უკვე აშკარა იყო ქვეყანაში, სადაც ცხოვრობდნენ როგორც პროტესტანტები, ასევე კათოლიკეები და სხვადასხვა რეგიონებში საუბრობდნენ ჰოლანდიურად, გერმანულად და ფრანგულად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლუიზას მშობლებს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ლეოპოლდი გადაწყვეტილი ჰქონდა კიდევ ერთი ვაჟი ყოლოდა, მათი ერთადერთი ბიჭის გარდაცვალების შემდეგ. ამიტომაც მან სცადა მეუღლესთან ცოლქმრული ცხოვრების აღდგენა, მაგრამ იმედები გაქარწყლდა 1871 წლის მარტში მომხდარი მუცლის მოშლის შემდეგ. შემდეგ, როდესაც კლემენტინა 1872 წლის ივლისში დაიბადა, იმის გაცნობიერებამ, რომ მამაკაცი მემკვიდრე აღარ ეყოლებოდათ, მათი ქორწინება კრიტიკულ ზღვარზე მიიყვანა. რადგან ბელგიის ტახტის მემკვიდრეობა მხოლოდ მამაკაცებს შეეძლოთ, ლეოპოლდმა თავისი მმართველობის დიდი ნაწილი თქმნეულად გაატარა იმის შეგნებით, რომ მას პირდაპირი მემკვიდრე არ ჰყავდა. შემდეგ წლებში დედოფალი მარი ანრიეტა სულ უფრო მეტად შორდებოდა სამეფო კარს. ბოლოს მას სპას დედოფალი შეარქვეს იმის გამო, რომ ბელგიის კურორტ ქალაქში უფრო მეტ დროს ატარებდა, ვიდრე ლეოპოლდის გვერდით.
1870 წელს ფრანკო-პრუსიის ომამდე ლეოპოლდი ფიქრობდა, რომ მას აიძულებდნენ თავისი ქალიშვილი ლუი ნაპოლეონზე, ნაპოლეონ მესამეის ვაჟსა და მემკვიდრეზე საფრანგეთის იმპერატორზე დაექორწინებინა. თუმცა ომის დროს ნაპოლეონი გადაყენებულ იქნა და კონფლიქტის შემდეგ საფრანგეთში რესპუბლიკა აღდგა. ამის შემდეგ მოლაპარაკებები სხვადასხვა საქროებზე გაგრძელდა. საბოლოოდ არჩეული კანდიდატი იყო ფერდინანდ ფილიპე, საქსე-კობურგისა და გოთას პრინცი, გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი არისტოკრატიული დინასტიის წარმომადგენელი. ფილიპეს ოჯახს ასევე ჰქონდა კავშირი საფრანგეთისა და ბრიტანეთის სამეფო ოჯახებთან და ფილიპე პარიზში იყო დაბადებული, როგორც საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპე პირველის შვილიშვილი, რომელიც ქვეყანას მართავდა 1830-დან 1848 წლამდე. სინამდვილეში ფილიპეს სამეფო კავშირები პირდაპირ აკავშირებდა მას ლუისთან. ორივე ძალიან ახლო ნათესავები იყვნენ. მამით ისინი მეორე ბიძაშვილები იყვნენ, ხოლო დედით პირველი ბიძაშვილები, ერთი თაობით დაშორებით. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ფილიპე არ იყო რომელიმე დიდი ევროპული ტახტის მემკვიდრე, ის მაინც ეკუთვნოდა ძლიერ და პრესტიჟულ დინასტიას. გრძელი მოლაპარაკებებისა და გადადებული ცერემონიის შემდეგ წყვილი საბოლოოდ დაქორწინდა ბრიუსელის სამეფო სასახლეში 1875 წლის 4 თებერვალს, როდესაც ლუიზა მხოლოდ 17 წლის იყო, ხოლო ფილიპე 31-ის. ლუიზას დიდი იმედები ჰქონდა ამ ქორწინებასთან დაკავშირებით, რადგან მან ფილიპე ქორწინებამდე რამდენჯერმე ნახა და თავდაპირველად ის მოსწონდა. თუმცა ეს ქორწინება კატასტროფული აღმოჩნდა. ფილიპე მასზე 14 წლით უფროსი იყო და მათი ხასიათების განსხვავებები მალე ორივესთვის აშკარა გახდა. მოგვიანებით მემუარებში ის აღნიშნავდა, რომ არ ჰქონდა წარმოდგენა, რას უნდა ელოდა ქორწილის ღამეს და ამ გამოცდილებას იმდენად შემაშფოთებლად აღწერდა, რომ მეორე დილით სასახლიდან ღამის პერანგით გაიქცა და სათბურში დაიმალა. შემდეგ კვირებში მან აღწერა შემაშფოთებელი რუტინა, როცა ფილიპეს თხოვდა ღვინო დაესხა მისთვის, სანამ ის ეროტიკულ წიგნებს უკითხავდა ძილის წინ. გარდა ამისა, ქორწინებამ ლუიზი ოჯახს დააშორა და ევროპის დედაქალაქებში მოკლე ტურის შემდეგ ის და ფილიპე საბოლოოდ ჰაბსბურგების კარზე ვენაში დასახლდნენ. ისინი კოლბერგის სასახლეში დასახლდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ეს სასახლე დიდებული იყო და 1840-იან წლებში აშენდა, ლუიზი მოგვიანებით ამ ადგილს ბევრად უფრო ბნელი სურათი დაუხატა. ის ამტკიცებდა, რომ სასახლე უცნაურად იყო მოწყობილი, ბნელი იყო და მისი დიდი ოთახი აშინებდა. რაც კიდევ უფრო უარესია, წყვილი აქ ფილიპეს მშობლებთან ერთად ცხოვრობდა და ლუიზი თვლიდა, რომ მისი დედამთილი დომინანტი ქალი იყო და ოჯახში ყველაფერს ზედმეტად აკონტროლებდა. ამ პრობლემების მიუხედავად წყვილს აქ ორი შვილი შეეძინა. ლეოპოლდ კლემენტი დაიბადა 1878 წელს, ხოლო ქალიშვილი დოროთეა მარია ჰენრიეტა 3 წლის შემდეგ 1891 წელს დაიბადა. ამ დროისთვის მისი ქორწინება და ოჯახური ცხოვრება დაძაბული გახდა. კონფლიქტები ქმართან ხშირი იყო და ამბობდნენ, რომ დედამთილთან ურთიერთობა რთული ჰქონდა. ის ამ ყველაფერს ფულის ხარჯით უმკლავდებოდა და მალე გადაიქცა მაღალი საზოგადოების ექსტრავაგანტ უქალად, რომელიც ვენაში დიდ დროს ატარებდა გარეთ. თავდაპირველად დედობა ლუის ძირითადად სახლში ამყოფებდა, მაგრამ 2 მუცლის მოშლის შემდეგ მისი მოუსვენრობა გაიზარდა. შემდეგ 1880-იანი წლების ბოლოსთვის მისი შვილების ყოველდღიური მოვლის დიდი ნაწილი გუვერნანტებს გადაეცათ და ის სულ უფრო ხშირად ცდილობდა პალე კოლბერგიდან გასვლას. ლუიზის სულ უფრო ხშირ გაუჩინარებებს მალე გაცილებით სკანდალური ახსნა გამოუჩნდა. 1883 წელს მან თავი გადადო ვნებიან რომანს თავისი ქმრის სამხედრო ატაშესთან. როცა ის 1888 წელს გარდაიცვალა, ლუიზამ სწრაფად გადაიტანა თავისი გრძნობები მის მემკვიდრეზე, ბარონ ნიკოლა დორიზე. ეს რომანი გაგრძელდა მანამ, სანამ დორი 1883 წლის ოქტომბერში დაქორწინდა და მოულოდნელად დაასრულა ყველაფერი. ლუიზას ქცევის ჭორები ელვის სისწრაფით გავრცელდა ჰაბსბურგების კარზე და მალე მთელ ევროპაში, რამაც ისეთი უხერხულობა გამოიწვია, რომ მისმა ორივე მშობელმა სცადა, მაგრამ ვერ მოახერხეს ბელგიიდან სკანდალის შეჩერება. ლეოპოლდ II-ს ძალიან არ ესიამოვნა თავისი ქალიშვილის ღალატის ამბავი და ეს კიდევ უფრო ზრდიდა მის მტრულ დამოკიდებულებას ლუიზას მიმართ. ეს ნიშნულოვანი იყო იმიტომ, რომ კონგოს აფრიკაში პირადად მართვის გამო ლეოპოლდმა უზარმაზარი სიმდიდრე დააგროვა და ლუიზა უზარმაზარი მემკვიდრეობის მიღებას ელოდა. მაგრამ როგორც მალე ნახავთ, ასე არ მოხდა. 1885 წელს ლუიზამ დაიწყო ვნებიანი რომანი ახალგაზრდა ხორვატ ოფიცერთან, გრაფ გიზა მატაჩიჩთან. იმ წამიდან, როცა ისინი შეხვდნენ, ის მოხიბლული იყო. ის იყო სიმპათიური, თამამი და მასზე 9 წლით უმცროსი, ხოლო 27 წლის, როცა ლუიზა 37-ის იყო. როცა მათი ურთიერთობის ჭორები გავრცელდა, ჰაბსბურგების კარზე სკანდალი ატყდა.
შემდეგ კი ყველაფერი აფეთქდა 1898 წლის 18 თებერვალს, როცა პრინცი ფილიპე თავისი ღირსების გადასარჩენად გიზერს დუელში გამოიწვევს, მაგრამ სწრაფად დამარცხდა. შემდეგ ლუიზა საფრანგეთში გაიქცა, ხოლო დაბრუნებისას შედეგები სასტიკი აღმოჩნდა. მისი შვილები წაართვეს, ქორწინება ფაქტობრივად დასრულდა, მაგრამ ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ იყო. დუელიდან სულ რამდენიმე კვირაში ფილიპემ ბევრად უფრო დამანგრევლად იძია შური. მან ლუიზა შეშლილად გამოაცხადა და იმპერატორ ფრანც იოზეფ პირველს დაარწმუნა, რომ იგი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დაეკავებინა. მას სასტიკი არჩევანი მისცეს. დაბრუნებულიყო პალე კოლბერგში, ან დარჩენილი წლები ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაეტარებინა. ლუიზამ მეორე არჩევანი აირჩია და ვენასთან ახლოს დუბლინის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაგზავნეს. მალე ამის შემდეგ გიზერიც თავად გახდა სამიზნე. დოკუმენტების გაყალბებაში ბრალდებული, ის დააკავეს და ციხეში ჩასვეს. ლუიზის იძულებითი გამოკეტვის ამბავი სწრაფად გავრცელდა და ავსტრიულმა პრესამ თანაგზნობით უპასუხა დაცემული პრინცესის მიმართ. გრუმანის სკანდალით შეშფოთებულმა ფილიპმა 1889 წელს ჩუმად გაიყვანა იგი ავსტრო-უნგრეთის იმპერიიდან და საქსონიაში მდებარე დაწესებულებაში გადაიყვანა. იქ ის საზოგადოებრივი თვალთახედვიდან გაქრა. წლების განმავლობაში მას ოჯახიდან არავინ უნახავს, გარდა ერთი გული ამაჩუყებელი ვიზიტისა მისი ქალიშვილის დოროთეას მხრიდან 1903 წლის თებერვალში. ამასობაში გიზა, რომელიც ვენასთან ახლოს იყო დაპატიმრებული, დაიწყო მოულოდნელი რომანი მარია შტუგერთან, 23 წლის გათხოვილ ქალთან, რომელმაც ციხეში მხოლოდ იმისთვის დაიწყო მუშაობა, რომ მას შეხვედროდა. მან მოიპოვა მისი ნდობა, გახდა მისი საყვარელი და მთელი ძალით ჩაერთო მის გათავისუფლებაში. დაიქირავა ადვოკატები, ააფორიაქა პრესა და მიუხედავად იმისა, რომ ციხის სამსახურიდან დაითხოვეს, თავისი ბრძოლა გარედანაც გააგრძელა. მისმა შეუპოვრობამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო და გიზერი 1902 წლის აგვისტოში შეიწყალეს. თავისუფლების მიღების შემდეგ გიზამ სცადა ლუიზისთვის მხარდაჭერის მოპოვება, სტატიებისა და მემუარის საშუალებით, მაგრამ არაფერი შეიცვალა, სანამ ბედმა მას შესაძლებლობა არ მისცა. 1904 წლის ზაფხულში ლუიზი გაგზავნეს ბად ელსტერში, საქსონიაში სამკურნალოდ, სადაც მეთვალყურეობა აშკარად მოდუნებული იყო. მომენტის გამოყენებით გიზერმა ორგანიზება გაუწია მის გაქცევას და მარიას დახმარებით მათ ლუიზი გაიტაცეს და სამივე ერთად საზღვარს იქით, საფრანგეთში გაიქცნენ. ბოლოს 6 წელზე მეტი ტყვეობის შემდეგ ლუიზი თავისუფალი იყო. მომდევნო წელს ლუიზი ოფიციალურად გამოცხადდა გონებრივად ჯანმრთელად, ხოლო 1906 წელს მისი დიდი ხნის გადადებული განქორწინება საბოლოოდ დასრულდა. პრინცი ფილიპემ მას ღირსეული ყოველთვიური პენსია დაუნიშნა. მაგრამ ლუიზი, რომელიც დიდი ხანია ფუფუნებას იყო მიჩვეული, მალე ვალებში აღმოჩნდა. ამ დროისთვის მარია სტოლგა უკვე აღარ იყო მათ ცხოვრებაში და ლუიზი და გიზერი მთელი დარჩენილი სიცოცხლე ერთად დარჩნენ, თუმცა ისინი არასდროს დაქორწინებულან. ლუიზის მამა გარდაიცვალა 1909 წლის 17 დეკემბერს, 74 ასაკში. მისი დედა 1902 წელს გარდაიცვალა, როდესაც ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჭორები არსებობდა, თითქოს მან წლების წინ ცოლად შეირთო თავისი ხანგრძლივი საყვარელი, კაროლინ ლაკრუა, რომელსაც 1900 წელს პარიზში შეხვდა, როცა ის 16 წლის იყო. სინამდვილეში ლეოპოლდმა მასზე ქორწინება მხოლოდ სიკვდილამდე 5 დღით ადრე მოაწერა ხელი. მან ასევე შეცვალა ანდერძის პირობები, რამაც მემკვიდრეობასთან დაკავშირებული დავა გამოიწვია, რომელმაც ლუიზის ცხოვრების დანარჩენი ნაწილი განსაზღვრა. გაზეთ ტაიმში გამოქვეყნებულმა სტატიამ საკითხები შეაჯამა. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ლეოპოლდის ძმისშვილი ალბერტი უპრობლემოდ გახდებოდა მეფე ალბერტი, რადგან ბელგიის კანონმდებლობა ქალებს ტახტის მემკვიდრეობას უკრძალავდა. მისი ქონების საკითხი ბევრად უფრო რთული იყო. ლეოპოლდს ლაკრუასთან 2 ქალიშვილი ჰყავდა, გარდა ლუიზისა და მისი დების. მიუხედავად იმისა, რომ ლეოპოლდი უზომოდ მდიდარი იყო, რადგან კონგოში თითქმის მე-4 საუკუნის განმავლობაში ფაქტობრივად ფეოდალური სამფლობელო ჰქონდა შექმნილი, მან მხოლოდ დაახლოებით 6 მილიონი დოლარის ქონება დატოვა, რომელიც ლუის, სტეფანიასა და კლემენტინას შორის უნდა გაყოფილიყო. მისი დანარჩენი ქონება ლაკრუას დარჩა. მემკვიდრეობის განაწილების ამბავმა ევროპა შოკში ჩააგდო. მალე სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო, რადგან ლუიზამ და მისმა ბიოლოგიურმა დებმა მამამისის ანდერძი გაასაჩივრეს. ლუიზა განსაკუთრებით სწრაფად მოქმედებდა და გაზეთები წერდნენ, რომ უკვე მისულიყვნენ სასამართლო აღმასრულებლები ლაკრუას სახლში, რათა მას სამართლებრივი დოკუმენტები ჩაებარებინათ. თუმცა საბოლოოდ სასამართლომ მხოლოდ მცირე გამარჯვება შესთავაზა. 1914 წელს, მრავალწლიანი მძიმე სასამართლო ბრძოლების შემდეგ, ლუიზას და მის დებს, მამის ქონებიდან თითოეულს, მხოლოდ 5 მილიონზე ცოტა მეტი ფრანკი მიენიჭათ. მეფე ლეოპოლდ II-მ ალბათ ეჭვი ჰქონდა, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა, რადგან ფულის დიდი ნაწილი ბელგიის გარეთ სპეციალურად შექმნილ ჰოლდინგურ კომპანიებში იყო დამალული.
რათა მის მიერ შექმნილი ფინანსური სქემების გაპროტესტება მათთვის რთული ყოფილიყო. შედეგად ლუიზა და მისი დები ფაქტობრივად ჩამოაშორეს მამის მემკვიდრეობას. ის თანხადაც მათ მიიღეს, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის შეიძლება უზარმაზარი ჩანდა და ასეც იყო, მაგრამ ლაგროასთან შედარებით დები სრულიად უყურადღებოდ დარჩნენ. ლუიზა და გიზერი მემკვიდრეობის დავის შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას ცხოვრობდნენ. საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რამდენი სირთულე გადაიტანეს წარსულში ვენაში, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ლუიზა და გიზერი ისევ ვენაში დასახლდნენ. როდესაც ომი დაიწყო, მათ თხოვეს ქვეყანა დაეტოვებინათ. ავსტრია-უნგრეთის იმპერია ომში გერმანიას შეუერთდა და როგორც კი კონფლიქტი დაიწყო, გერმანელების პირველი ქმედება იყო ნეიტრალურ ბელგიაში შეჭრა. ამიტომ ავსტრიელები არ სურდათ ბელგიელთა ყოფილი მეფის ქალიშვილი ვენაში ყოფილიყო. ავსტრია-უნგრეთიდან გაძევების მიუხედავად, წყვილს ლუიზის სამშობლოში წასვლაც არ შეეძლო, რადგან ის გერმანიის ოკუპაციის ქვეშ იყო. ამიტომ ისინი გადავიდნენ საცხოვრებლად მიუნხენში, სამხრეთ გერმანიაში. მიუნხენში ცხოვრებისას მან გაიგო, რომ მისი ვაჟი ლეოპოლდ კლემენტი 1915 წლის 17 ოქტომბერს ინციდენტში გაეხვა. მან იჩხუბა თავის საყვარელთან, რომელმაც რამდენჯერმე ესროლა. შემდეგ კი თავზე გოგირდმჟავის ქილა დაამტვრია და ბოლოს იარარი საკუთარ თავს მიუშვირა და თავი მოიკლა. ის გადარჩა, მაგრამ მიიღო მძიმე დაზიანებები. დამტვრობა მჟავით, ერთი თვალის დაკარგვა, გადახილი ნეკნები და ელენთის გახეთქვა. 6-თვიანი ტანჯვის, ინფექციებთან და ჭეილობების გართულებებთან ბრძოლის შემდეგ ის 1916 წლის აპრილში გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც გიზერი მომდევნო აგვისტოში დააკავეს და ბუდაპეშტში სამხედრო ტყვეთა-ბანაკში გაგზავნეს. ლუიზი საბოლოოდ დაბრუნდა ავსტრო-უნგრეთის იმპერიაში, რათა გიზას საქმე დაეცვა, მაგრამ იმ დროისთვის ის სულ უფრო გაღატაკებული იყო. ბელგიის ოკუპაციის პირობებში ის სახსრები, რომელთაც ადრე ეკრდნობოდა, მოულოდნელად შეუწყდა და მისი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. 1917 წლის დასაწყისისთვის მისი ვალები გასაოცარ 30 მილიონ მარკამდე გაიზარდა. გადახდის უუნაროდ გამოცხადების შემდეგ მას აღარაფერი დარჩა გარდა იმისა, რომ ეყურებინა, როგორ მიაქვთ და აუქციონზე ყიდიან მის დარჩენილ ქონებას. როდესაც აღარაფერი ქონდა, მხოლოდ იმ შემთხვევითი დახმარებებით ახერხებდა გადარჩენას, რომელსაც მისი ქალიშვილი დოროთეა და სტეფანია უგზავნიდნენ. ლუიზისა და მისი საყვარლისთვის შვება პირველი მსოფლიო ომის დასრულებასა და გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის დამარცხებას მოჰყვა. ის საბოლოოდ გაათავისუფლეს და ისინი საფრანგეთში გაემგზავრნენ, რადგან ძველი ჰაბსბურგების იმპერია რამდენიმე სხვადასხვა ქვეყანად დაიშალა და შიდა ომები წლების განმავლობაში გაგრძელდა. ფულის გარეშე დარჩენილმა ლუიზმა საფრანგეთში მემუარების წერა დაიწყო და 1921 წელს გამოაქვეყნა ისინი სახელწოდებით ტახტების ირგვლივ, რომელთა დაცემასაც მე შევესწარი. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი საინტერესო წარმოდგენას იძლეოდა ევროპის სამეფო კარის სკანდალებზე იმპერიული ეპოქის დაღამებისას, არც ლუიზმა და არც გიზერმა ვერ მოასწრეს რაიმე მნიშვნელოვანი ჰონორავის მიღება. ის გარდაიცვალა ურემიითა და გულის პრობლემებით 1923 წლის შემოდგომაზე, როდესაც ისინი პარიზში ცხოვრობდნენ. ამის შემდეგ ლუიზი კიდევ ერთხელ გადავიდა გერმანიაში, მაგრამ არც მან იცოცხლა დიდხანს. ის გარდაიცვალა ვისბადენში სიღარიბეში 1924 წლის 1 მარტს, 66 წლის ასაკში. მისი ერთადერთი გადარჩენილი შვილი დოროთეა დაქორწინდა ერნსტ გიუნტერზე, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგზე. მათ ბიოლოგიური შვილი არ ჰყოლიათ, თუმცა რამდენიმე ბავშვი იშვილეს. ეს ნიშნავს, რომ ლუიზას ბიოლოგიური ხაზით შეწყდა, როდესაც დოროთეა 10 წლეულების შემდეგ 1967 წელს გარდაიცვალა. დიდი მადლობა ყველას, რომ უყურეთ ამ ვიდეოს. ბელგიის პრინცესა ლუიზაზე. იმედი მაქვს თქვენთვის საინტერესო იყო. მომწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ მის ცხოვრებაზე და თუ გაქვთ რაიმე წინადადება, ისიც დაწერეთ ქვემოთ კომენტარებში. იმედი მაქვს, რომ გამოწერილი გაქვთ არხი და ჩართული გაქვთ შეტყობინებები, რომ ჩემი ყველა ვიდეო მიიღოთ მაშინვე, როგორც კი ავტვირთავ. ეს იყო ყველაფერი ჩემგან, ასე რომ გნახავთ შემდეგ გადაცემაში დავიწყებული ცხოვრებები. გმადლობთ.